იმის ხოვრება კარგიც ვერაგიც ცვიერ ქალივით წრულ შენ პარავი და ჩემი სული წმინდა სპეტაკი და შუბლი ჩემი და უდაფნავი ფერი წაერთოთ კადრებს წარსულის ვით გამხმარ ფოთლებს ავტორია კვიზის ბატონი დავით შემოქმედელი სიტყვის ტორით სიკვდილი მოვკალდა მომავალთან ვათენებ გამეს ოჩა საოცარი ლექსია ეს შემოქმე დავით ბატონო დავით თქვენი საღამო ვაი ჩემი საყდარი და აბა სიჩუმე ვაი ჩემი საყდარი და ვაი ჩემი ფუძის სვეტი დაფლეთილი აბჯარი და სული ხორცზე უფრო მეტი ჯვარცმა იყო, გვემა იყო, ცრემლი იყო ჩემი ბედი უფლის ხას და უფლის სამშტოს დაჩოქილი თაყვანს ვცემდი სხვა ანბანსაც ვერას ცნობდა მე რომ წიგს და ეტყაც ვწერდი ყველა ხიზანს ვიფარებდი უშ ვუყოფდი პატივს ვდებდი ბოლოს ყველა მიხირდა ცეცხლით მსდიენ სამარემდინ ამდენ ომში უყურდებინენა გავილიე გავნახევრდი ზესა შემჩა და ხუნძული მიწა შემჩა მისახედი აჩეხილი ვენახი და ამოთხვლილი სისხლში ხედი ყოჩა ეხა ნატას უთმობთ თო ერთ ლექს ვის ნაპირზე რო ისვენებს და ლექსები რო დაწერა არის ხო? არა. მოიცან მოუსვინოთ ამათას? მე ერთი ეხლა რომ გადავხედე, საერთოდ ბატონი დავითი რომ დადებს ხოლმე ლექს, აი ყველა ისეთი ახლობელია, თითქოს შენ გაგივლია ამ ლექსის პროცესი. მთლიანად რასაც წერს. ანუ რაღაც არა მართლა ნებისმიერ რამეს რასაც წერს. უცხო არ არის, აი ესე გძნობ რომ შენ ეს პროცესი გაგივლია და ვიღაცამ დაწერა შენ მაგივრად, აი ესეთი. აბა ახლა რა იგრძელი ერთი? მე ძალიან ლეჩხუმელი რომ ვარ, იცით ბებიასგან და ბაბუასგან უდიდესი სიყვარული მაქვს გამოყოლილი და აი ეს ლექსიც არის თითოეული წყარი ჩემი თითოეული წყარი არის ჩემი გავლილი რაღაც, იმიტომ რომ ბებიაც ესე ხარის ქებზე ხარი ხანდახან გაჯიდებოდა და აღარ ხნავდა რატოც ბებია იძახდა და გათვალაო ვიღაცამ მოიტანდა ნახშირებს წაუსვამდა რაღაცას ულოცავდა შეულოცავდა და ხარი წავიდოდა ხოლმე ეს რო წავიკითხე იმ მოხსნები მომადგა როცა გამოაქვეყნეთ ხა აი შემთხვევით ბესო მიკოვა ბაბუა ჩემი ხარის ხაზი ანთებდა სანთელს ლოცავდა ჯალაბს და მთელი დღე ეკიდა გუთანს ავი თვალისგან იფარავდა ყანას და საბძელს ხან მეფის ნაცვლად მსახურობდა ხან კიდევ სულთანს დაიძვრებოდა სულში ზოგჯერ ბონღმა თხეული აჯანყდებოდა და ფილთა თოფს იგდებდა მხარზე დრო გადიოდა მერე ისევ ხარკს და ჩვეული მონის სქელ საბელს იგებდა და ცხოვრობდა ზღვარზე ბრძოლა მონობა წუთისოფლის უღელით მხარზე გაქონდა თავის პატარა ხნული არც დასასრული არც დასაწყისი ბოლო არ ჩანდა ცხოვრობდა ასე ბაბუა ჩემი ხარის ხაზე დამთების სანთლის აბა რა სიტყვით 2006 წელს დაუწერია 2006 არ ვიცი საოცარია რა ეს არის პოეზიის საღამო ჩემთვის 17 დეკემბერი ძალიან მნიშვნელოვანი დაგებედათ სულ ლექსებში ხართ და დაგებედათ დღესაც სასაუბრისად საპოეტების სასაფლაო არ გიდე და როგორც ნანადირების კამზიარდია შენი როგორ იქნებია სურათია მწყინვარი ხო და დედგულზე გავიხსენეს თვითონ და ტაღზე როგორც ნანადირები აგდია შენი ლამაზი კაბანი და აი ბატონ თემურ თქვენ აი სულ რაღაც თქვენ დიდი ერთი ლექსი მოძებნეთ რა მე მიყვარს თქვენი წაკითხული ლექსები რა მე არ ვიცი პოეტებს არ ჩამოვარდებით შეგრძნებებში ბატონო თემურ ანუ ერნესტ ჰემინგუემა თქვა ერთხელ რა არ გაბედო არ იფიქრო რომ არ შეგიძლია და ვერ გაუძლებო და მაშინ მეტყვია და ეხლა თავში აი ესეთი პიროვნება იყო ის ანუ ზოგჯერ რაღაცა პარადოქსუალური ვინც დაწერა რომ თავი მოიკლა ცხოვრებაში არ არის ძნელი ცხოვრება შექმნა გაცილებით უფრო ძნელია რომ თავი მოიკლა ამაზე ვირავინ ვერ იტყვის რომ არ არის პატიოსანი ხო წერში იყო და სოციალშია ხო იყო და ხო ან პატიოსანი ხირას გეუბნები ხო და ჩემ დაიკაცი 9 ორგანიზაციის დირექტორი რო იყო და სახში ერთი სკამიან მაგასია რა მაინც არ დაგიზახო პატიოსანს ხობებდი რაღაცა და კარგი მკითხველია
ნახევარი პოეტია, მაგრამ კარტიკოცად ნახავ, ძალიან თულა. პოეტის მონახვა ხო საერთოდ. ქარების ცევდნენ ერთი მეორეს, ფიქრს ვაბოლებდით, ბუხართან როცა სისხლს ვიცეტებდა ცინცხალ პოეტებს, ტუჩ მობრეცილი ცალკურა ბოცა, ახლა იმ რა კაია. სუსხიც მაბოდებს და ბეღლის კარზე მიკრული ნალი წარსულს ლაგამი ვეღარ ამოვდე გამისყდა როგორც კერის კვამი. ბარბარობას გილოცავთ ხალხო 17 დეკემბერია უკვე გილოცავთ აი გაიხარდ აი როგორი პოეტი გვიზის სუფრაზე და როგორი დეკლამაცია გაუკეთა აკაკი ბატონო დავით თქვენი 42 ლექსი მაქვს დაწერილი აი რა სამოვა 42 შენახული რას ნიშნავს ხო შენახული სისტემა ხო აქვს იმას და ვინა შვილი ანტიმამა ჩემი ცოლია ანტიმე აი ყოფი შავი დრამა აი ფიქრი ვაიმე საყვარელი სიზმრებს წაყვა ახლა ვიცი სვისია გულმა მწარედ რეჩხი მიყო კარს მიყვება ნისია ამდრალი ლექსებს შეფარებული სულ პოეტი სულ აბდალი და სულ შეყარებული ეცა სულის გუმბათი და მიწა ხორცის საყდარი სოფლის გზაზე მოხუც დედის სილუეტი გამხდარი გზა დამზრალი გაზაფხული ზამთარიც მიილია აკე თუცგერს გაზაფხული კე სულ სიკვდილია ჩაათავებს ტრიკონ აღსარებას ლექსებად მოძალადე ქალის დარად მუზა ეს რა მაგარია არ გეშვება გაპატიეს ღალატი და ერთგულება არაფრით და თავს ირთობს თქვენს შევრჩენილ ორნახადი არაყით გიხელებს დეკოლტე და თეთრი მუხლის თავები ბერდები და ცხელ ალმულში ვერამდენად გაები აი ავტორი ფოკუსხელა თინეიჯრის ბღინძავ წარედ გაცინა მოინელებს საქართველოს ეიჯიზმის ბაცილა რისპეონი ამფიბერაკიან და თუნდაც დახტილი სტრიხონს აღჭობს ლექსის ყელში კოჭილი რითმა გაჩილი ხეივარი არ სამშობლო აღარც ლექსი არ მინდა ზედაზენზე ჰიჯრავ ცავთუ სამოთხეში გაწვინდა ევრიბრი თუ კლასიკა ობიადებს ამ ბოდოებს ნეტა მედი სადაო საქართველოს არ კონდეს აი ეგრეა ლექსი უნდა დაიბადო ლექსი უნდა გათავდე დავით ზუნდათ ნომრონ მერე პირველიდან ათამდე ვიზეც უნდა დაიყვირონ შედევრია გენია მას ვერავინ მიიტაცებს რაც უცილოდ შენია ნელა მიშუშდება გასისხლული მყესები მოდის ახალ გაზრდობა ლოც რომ დაგლეჩ ლექსებით ადრე არის თქვენს თვალებზე ბინდის დაკვრა ჯერ ლიბრის ჯერა თქვენი რითმის და ჯერა თქვენი რითმის და ჯერა თქვენი ველიბრის ეგ მახსოვს რა უჩუმრად მიდიან რა უჩუმრად ტოვებენ შევერცხლი მამები მიწა სუერთებიან ზეცა შესართავები მიწა სუერთებიან ზეცა შესართავები ვაზის ფესვი ლერწალტო ერთად ამოვთავთავდით თქვენ მაუში ისდებით ჩვენ დუმილში გავთავდით ახლა მე ვიპოვე ერთი ძალიან ერთ სიტყვი ბატონო დავით ის გრითმა იყო ძალიან საერთო მოძალადე ქალის მსგავსად რო აღარ მეშვებიო მინიცალა და ასეთი არა მოძალადე ქალის მსგავსად რო აღარ მეშვებია პოეზია არის და დაწესით ახლა უკვე აქ ერთი აბა ბესოც მოვიდა ხასიათზე ედუარდ შევარდნაძის გამოსვლიდან არის ბატონი დავითის თემა აღებული იქიდან 94 წელი. უი რა სამოფ ეშმა მწოდვას გაზიარა სისხლი გუბედ ღვარა შესატანას დაუჩოქე საქართველო არა ჩემი ბიჭი აკუნის ახლოს ბოკვერვით დადის გარუჯული ვერის კვამლის ზეცას ადის ვაკვირდები დროშას დაცხრილს მზეს უღონოდ მავას შევატოვეთ საქართველო თოთო შთამომავას ეშმა სოდვას გაზიარა სისხლი გუბედ ღვარა შენ სატანას დაუჩოქე საქართველო არა ცვებო ასეთი პოეზიის რა გამოტოვეთ თქვენ უცხუმოდ და უმაჩაბლოდ აღარც ღირვარ ცოცხალი ან სამშობლო დამიბრუნეთ ან მეც მასთან მომკალი სხვაზე მეტად სოდვილი და სხვაზე მეტად წმინდანი თავს იმდენ გზის ვაკვირდები ბოლოს ვეღარ ვიცანი მაგრამ მაიმე ეს ძალიან კარგია თავს იმდენ გზის ვაკვირდები ბოლოს ვეღარ ვიცანი არაცოლი არაშვილი
არც კოჯრის ცავ მიშიშველო ამ ჩემ აღსარება ამ ჩემ სრემ აღსარებას თქვენ გიყოს განდო კითხველო ბიჭო შეგამაგი იმ ღამით მალე იმ ღამით უხმოდ წავიდა მამა ეს ტიციან რო იცოდეთ ახლა და, ტიციანზე არის ნიტას უძღვენი მე ტიციანის ნიტას? ხო და ახლა ის ეკითხავ ლიტერატურიდან არის ლექსიკონი კი იმ ბატონო. ღამით უხმოდ წავიდა მამა და მიიხურა ბავშვობამ კარი მერე იმგვარად ჩამოიღამა გარეთ ქალივით ატირდა კარი აიმე. სველი ძეწნებით წუხელ აქ იდგნენ შემკრხალითანაც დანაოსები თქვენი სარკმლიდან ხომ არ გაფრინდნენ ცისკენ დამფრთხალი ანგელოსები ვაიმე. მომგლი ნაბიჯობს სიკვდილი სიცოცხლეს უდგას ჯიბრზე და შეცრემლი ისველდა ყვავილი ეულჩინარი ქიმზე და ოლე სიცოცხლე მიზჯილი ოლე. გლოვისა ფერით იმზერდა მაღლივ ღალღები ლაღადების საწმზისაფერი არიო მაგას ვაკეთებ ვიდრე ცვარმული ნათდების სიკვდილ თავადარს მკვდარიო ეგრიას საწუთი სოფლო გზახიდი სამართალიო ვარცა რენცოფა ენაცulis ცისკარს მაცილის თვალიო დუღარება თუხთუხებს ბოღმით იხრება უთხელი სახეს თახისფრად უმწუხრებს ხევს ჩამუხრული ღრუბელი სოფლის აცრემლი მდინარე ღმუის ბოღმისა მღერითა შეიმიგლის ფერებს საღამო შავშუთხრა ნაბდის ფერითა ვეღარ გაუძღებ ვეღარ გაძღება მიმინო ქედზე ქედანის ცქერითა მზე სულის სათბობად გორმაღლის თავზე ჭნდებისა კართან მიბიხარ სიკვდილო ვერ მნახო დანაჩრებითა მაგარია შეზია ნატა ეხლა შეინჯერია დანაჩრებითა ეს რაღაცა სამურ მოტივია ხო ეს რა თქმა უნდა მომგლი ნაბიჯობს ფორმაზე ერთმა თქვა რომ ეს უკვე ლექსიაო ერთი სიტყვა რა თქმა ნაბიჯობს ხო მე მგონი მასეთი სიტყვა არ გაბიგონია ბატონო და ახლა თქვენ დააგვირგვინეთ ერთი თქვენი ესეთი ლექსი თუ ერთ წავიკითხო მას ეს აღსარება ო მაგარი ლექსია აღსარება ეძღვნება მიტროპოლიტს მეუფე თადეუს იორემაშვილს როგორ იცის თქვენი პოეზია ნახეთ ოფშინგენ რას მეტყვი მამაო ვერ დავასრულე აი წუთი სოფელთან ჩემი წანწალი ფინალი ნახე გეზი აუცდათ ამ გზებს საუღლეს ჯიბში მყავს ჯიბში ბედი აქტუალი რაც ვიცოდვილე წრიალებს სულში სულა მიწეწა ფიქრის სამანი ვერ ჩავდგე ნერგი სესიყვარულში ვერ ვამზეულეია სამანი მამაო იქნება ეს გზაც მისლია და მირაჟ დავალ ცეცებით სანთლების შუბზე ლურჯი ბიბლია თითქოს ცის შემკთან სამოს ვეხები სხივიცას სტრიხონ ლანდავდა სწუხდნენ დღეები ნელი თუ მალი და თავქვე მედო უფლის ლაბადა მიწა ზის თბილი თავსა სტუმალი დავდივარ ასე სულის ცეცებით თითქოს ჩემს სულში სისხლი გაწვიმდა რას მეტყვი მამა როცა დაღლილი სულს ძლივს ვიოხებ დედის საფლავთან გახიდული ვარ ცხოვრების ჯვარზე ხორცით ვწოდებდა ლექსით მარხულო ჩემი ხმა ჩიტსაც არ ესმის გზაზე მას სტრიქონ ხილვებს რისთვის ვნახულო ახლა ცრემლ ყინულ ბილიკზე დავალ ვით სხივი ბინჩი ნაფერ კთალები და გზას სისკრისკენ მიყვალავს მამა იესოს თბილი ნატერფალები ოჩ სასწაული რაც არის ხორცით ვწოდებდა სულით ვმარხულობ ნახეთ რა მაგარი ლექსით ლექსით ვმარხულობ შენზე ხო არ არის ნიკოლას ხორცით არ ვშო არა ის კადიგრიდ მუქბეს ზესაგალალე დუმტეროს დავზე
კაი არ მიიღებ არა